მოგესალმებით ჩემო კარგებო, დიდი ხანია ვიდეო რეცეპტები აღარ შემომითავაზებია, აღარ გამიზიარებია სხვადასხვა გემრიელობები და დღეს ესეთი დღე გვაქვს. მინდა შემოგთავაზოთ და გაგიზიაროთ ჩვენი ოჯახის საყვარელი, განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ კერძი ჩილი, რომელსაც ასევე გავუკეთეთ და ყოველთვის მივთქვათ ხოლმე. შედარებით ჯანსაღი, ასე ვთქვათ. ჩიფსებთან ერთად ეს არის ტორტილა, რომელსაც ასევე რა თქმა უნდა გაგიზიარებთ როგორ ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ ბევრმა იცით და გაგიკეთებიათ კიდეც ბებოს ლავაშით. ასე რომ სადეთ, გამიზიარეთ კომენტარებში როგორ მოგეწონებათ, ან თქვენ რა შეცვლიდით და დარწმუნებული ვარ თქვენ ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ. არის გემრიელი და ისიც საკანაკუნო კარგი საჭმელი. აბა დავიწყოთ. Φαύში გადავიტანე კარაქი, დავამატე ზეითუნის ზეთი და ფარში, რომელიც წინასწარ უკვე შესავებული მქონდა, ზოგადად დროის დაზოგვის მიზნით ფარს ვაზავებ ხოლმე ერთიანად დიდი რაოდენობით, რაც მაქვს, მწვანილებით, ასევე ხახვით და ნიორით და შემდეგ უკვე ყოფ პორციების მიხედვით, თქვათ რა კერძისთვის რამდენი რაოდენობის მჭირდება. ეს რა თქმა უნდა მიზოგავს დროს და უცებ გამოვიღებ ხოლმე და ვამზადებ ამა თუ იმ კერძს. რამდენიმე დღით საყინულეში არ არის პრობლემა. ასე რომ შესავებული ფარშიც დავამატე, შემდეგ ცოტა წყალი დავასხი, რომ კარგად ჩათუშულიყო და ამასობაში მოვამზადე სტაფილო, რომელიც დავჭერი წვრილ ნაწილებად შედარებით, იმიტომ რომ თაიასაც უნდა ეჭამა და სხვა შორის ძალიან მოწონს. შემდეგ ასევე დავჭერი წვრილ ნაჭრებად ნიახურის ღერები და ყველაფერი ეს დავამატე ფარშს. კარგად ამოურიე, დავამატე რამდენიმე კოვზი პომიდორის საწებელი, თქვენ შეგიძლიათ ტომატ პასტა გამოიყენოთ, არ აქვს მნიშვნელობა. და ასევე ჩავამატე მალევე დაკონსერვებული ლობიო, რომელიც ისევ და ისევ დროის დაზოგვის მიზნით არის ძალიან კარგი გამოსავალი, კონსერვის ლობიო. და თითქმის მზად არის, კი არა და მზად არის, უბრალოდ რამდენიმე წუთით წამოვადუღე ერთად. შემდეგ პიურის საჭყლით კარგად იმერულად ამოვლესე ეს ლობიო ამ ფარსთან და ყველა ინგრედიენტთან ერთად. ბოლოსკენ უკვე ჩავამატე სუნელების სვანური მარილი, ძალიან ცოტა მშრალი აჯიკა სიცხარისთვის და ოჯახური სუნელი ლობიოს საკმაზი. ყველაფერი ეს კარგად ამოურია, ასევე დავამატე სიმინდის კონსერვი და წამოვადუღე ერთად და გამოვრთე. ამ დროს უკვე დავიწყე მომზადება ამოსაწების, რისთვისაც გამოვიყენე ორი სახის ტორტელინი, თუმცა ბებოს ლავაშითაც ძალიან კარგი გამოდის და შეგიძლიათ ცადოთ. შევაზავე ცოტა ზეითუნის ზეთით, პაპრიკათი და ისევ სვანური მარილი გავუკეთე. ცოტა რაოდენობით გამოდის უგემრიელესი და განსაკუთრებით უხდება ამ კერძს. სცადეთ და გამიზიარეთ კომენტარებში როგორ მოგეწონებათ.